ჰააგის სასამართლოში ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი ლიეტუვამ შეიტანა. დოკუმენტში საუბარია ბელარუსიდან ლუკაშენკოს ოპონენტების დეპორტაციაზე. ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთი ოპონენტი მეზობელ ლიეტუვაში გააწევა. აუხტენელი ოცნებების სიას უწოდებს ოცნების წევრი მახაშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში წამებისა და პოლიტიკური დევნის ფაქტები განსახილველად შესაძლოა ჰააგის სასამართლოს გადაეცეს. დილიდან ოცნების წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ დოკუმენტს, რომელიც ეუთოს 24 ქვეყნის მიერაა მხარდაჭერილი, ფასი არ აქვს. ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა, ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალმა 2 კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გართულდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გაწვირდება თუ არა გამაგრილებელი სასმელები და წყალი მომავალი წლიდან. კობახიძის დადგენილებით 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება აიგრძალება. ეს იმ ფონზე, როცა საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტი 32%-ით არის გაძვირებული. მთავარი იმპორტიორი კი რუსეთია.